მიუნხენი უსაფრთხოების კონფერენციის გახსნის ცერემონიისთვის ემზადება, რომელიც 13-15 თებერვალს გაიმართება. გერმანიის ამ ქალაქში მთავარი ღონისძიებისთვის ტრადიციული სიფრთხილით მოემზადნენ, რადგან წელსაც სტუმრების რიცხვი დიდია, 100,000 ადამიანი. ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან 5,000 პოლიციის ოფიცერი უკვე ადგილზეა მობილიზებული. ისევე როგორც საჭიროების შემთხვევაში გამოყოფილი საპოლიციო ჯგუფები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან თუ ნიდერლანდებიდან. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მსოფლიო ლიდერებს შორის მთავარ გეოპოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას ხელი არაფერმა შეუშალოს. ასეთი საკითხები კი იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე. მიუნხენში დიდი რაოდენობით მაღალი რანგის პირები და ლიდერები მოიყრიან თავს. ადგილზე იქნებიან სამხედრო მაღალჩინოსნების და პოლიტიკური ფიგურები. გარდა მთავარი ღონისძიების არაერთი შეხვედრა შედგება ოფიციალურ პირებს შორის. შესაბამისად, მიუნხენის პოლიცია სერიოზული მისია აკისრია, რომლის დაგეგმარებაც გასულ წელს დავიწყეთ. მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად წლევანდელ კონფერენციაზე წასვლის გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის პრეზიდენტი არ ჩქარობს. ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციას ჯერჯერობით ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებია. ევროპის ყოველწლიური კონფერენციისთვის ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტი უკვე დატოვა მარკო რუბიომ. სახელმწიფო მდივანი დიპლომატიური განხილვების მოლოდინშია. საკითხები კი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მრავლადაა. მოლაპარაკებები ირანთან, გრენლანდია, ტრანსატლანტიკური კავშირები და რაც მთავარია, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ბედი. 100% დარწმუნებული არ ვარ, თუმცა ვფიქრობ, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრა ჩემს განრიგში წერია. ვფიქრობ, იქ იქნება და შესაბამისად მექნება შანსი მას გავესაუბრო. რაც შეეხება რუსეთის იერიშებს, ეს საშინელებაა. წარმოგიდგენლი ტანჯვაა წლის ყველაზე ცივ პერიოდში. ეს ომია და ამიტომაც გსურს მალე დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ვინმე გრენლანდიის თემაზეც მოისურვებს საუბარს. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობ და კარგადაც ვართ განწყობილნი. მსოფლიო ჩვენს თვალწინ სწრაფად იცვლება. ეს აღარა ის მსოფლიო, სადაც გავიზარდეთ. ჩვენ გეოპოლიტიკის ახალ ეპოქაში ვცხოვრობ და ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმის გადააზრებაში, თუ რას ემსგავსება მსოფლიო და რა როლი გვაქვს მასში. ამაზე საუბრები პირადად გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან და ეს საუბრები უნდა გავაგრძელოთ. იმედია, სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება საუბრები. ეს გზავნილები ბევრისთვის დამაიმედებელია იმ წინააღმდეგობის ფონზე, რომელიც ტრანსატლანტიკურ კავშირებში თეთრი სახლის ახალმა მიდგომებმა გააჩინა. ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების რთული ურთიერთობების ფონზე ამაზე აქტიური საუბრები მიდის. გასულ წელს, სწორედ მიუნხენში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის JD Vance-ის გზავნილებიც ერთგვარი დასაწყისი იყო. წლის თავზე ევროპამ კარგად გაიაზრა, რომ სტრატეგიულ ავტონომიაზე ზრუნვა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მეტი ძალისხმევის გარეშე არ გამოვა და კონტინენტი სწორედ ამ გზაზე დგას. ჩვენ ევროპასთან ახლო და ღრმა კავშირები გვაქვს. ჩვენი მომავალიც გადაჭრილია და ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორი იქნება ეს კავშირები მომავალში. არსებობს პრობლემები, გამოწვევები მთავარ გეოპოლიტიკურ საკითხებზე. ევროპის გადასაწყვეტია რა იქნება მისი როლი. ვფიქრობ, ეს იქნება დომინანტი საკითხი კონფერენციაზე. ბუნებრივია, აქ უმნიშვნელოვანესია თავად უკრაინის საკითხი. ომი გრძელდება. როგორც არ უნდა იყოს მისი დასასრული, სწორედ ეს იქნება საკვანძო ევროპული უსაფრთხოებისთვის. არის ბევრი რეგიონალური კრიზისი, ტექნოლოგიური საკითხები, დრონები თუ ხელოვნური ინტელექტი. ამ საკითხებს ღია დიალოგი დაეთმობა. ეს ტრანსატლანტიკური შეკრება უსაფრთხოებაზე სასაუბროთ. მიუნხენში განსახილველი საკითხები შეეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას, გლობალურ წესრიგს, ადამიანების უსაფრთხოებას, მდგრადობას, ტექნოლოგიებსა და სხვა წამყვან თემებს. მთავარი დისკუსია შაბათსაა ჩანიშნული.